გამარჯობა. ჩვენ დღეს განვიხილავთ შედარებით რთულ თემას. ისედაც სათაურიც ექნება შესაბამისი, მაგრამ მაინც ყველას გაგაფრთხილებთ, რომ თემა არის სენსიტიური და სენსიტიურმა ადამიანებმა არ არის რეკომენდირებული რომ უყურონ ზოგადად. ცოტა ისეთი თემა, რადგან საქმე ეხება 9 წლის ბავშვს, რომელსაც უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა ტყვია თავის არეში, იყო კომაში რაღაც პერიოდი და შემდეგ გარდაიცვალა. განვიხილავთ ამას იქიდან გამომდინარე, რომ ცალკე მშობელსაც აინტერესებს რატომ მოხდა ეს ყველაფერი და ამიტომ მაგალითის სახით ისე ვთქვათ, შეგვიძლია გადავხედოთ, როგორ მოხდა, რამ გამოიწვია, როგორი იყო თუნდაც კარმული გავლენა და რატომ ხდება ასე. პირველ რიგში შეგახსენებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, ბავშვი იქნება თუ ზრდასრულ ასაკში გარდაცვალება, ნებისმიერ, ყველაფერი რაც ჩვენ გვემართება, ესე ვთქვათ, არის გამომდინარეობს წინაკარმიდან გამომდინარე ჩვენი წინაცხოვრება განსაზღვრავს ჩვენს ახლანდელ ცხოვრებას. ჩვენ ვიხდით ვალებს, მიუხედავად იმისა, გვახსოვს თუ არა. რომც თუ გვემახსოვრება, დიდი ალბათობით ჩვენ წინ ვერ წავალთ. თვითგანვითარება არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ესე ვთქვათ, ცოდვები წინაცხოვრების უკან გვწევს. როდესაც ვიცით, ამ ცხოვრებაშიც კი ბევრი ვერ უმკლავდება ამ ცხოვრებას და ხშირ შემთხვევაში ეს დეპრესიები, სუიციდი და ასე შემდეგ, მძიმე ტვირთია ზოგადად, როდესაც რამე პრობლემა აქვს ადამიანს და მით უმეტეს წინაცხოვრება რომ ვიცოდეთ და გვახსოვდეს, ესე ვთქვათ, ამ ცხოვრებაში წინ წასვლა, ესე ვთქვათ, გაგვიჭირდებოდა. ძალიან ბევრს გაუჭირდებოდა, ლამის ყველას, ჩემი აზრით. ამიტომ ლოგიკურია, რომ წინაცხოვრების პრობლემები ჩვენ არ გვახსოვს. მეორე მხრივ პატარა ასაკში გარდაცვალება ცალკე თემა არის, რომელსაც ესე ვთქვათ, წინასწარ განსაზღვრულია ეს ყველაფერი. იმის თქმა, რომ რაიმის შეცვლა შეიძლებოდა, კი, შეცვლა შეიძლება ყოველთვის, თეორიულად. მაგრამ ის რომ პრაქტიკულად არ ხდება ცვლილება და მოხდა ესეც განვითარების და კარმის კონკრეტულ დონეზე მიგვანიშნებს. შესაბამისად, ეს ადრეულ ასაკში გარდაცვალებები აქ არის ასტროლოგიაში დიფერენციაცია, თუ დიფერენცია. არის პირველი დიფერენციის, მეორე დიფერენციის, მესამე და მეოთხე დიფერენციის რუკები, რომლებიც განსაზღვრავენ მიახლოებით სასიცოცხლო ციკლს, რამდენი ხანი იცოცხლებს ადამიანი. ამაზე ადრეც მისაუბრია, უბრალოდ ეს თემა უფრო დეტალურად არ განიხილება, იქიდან გამომდინარე, რომ სიკვდილი ყოველთვის არის ტაბუ, ესე ვთქვათ და ნატალურ რუკაში იმით თქმა, რომ ადრე გარდაიცვალება ადამიანი ან პატარა ასაკში აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, ამას არ აქვს, ესე ვთქვათ, პრაქტიკული შედეგი. ამით ჩვენ ვერაფერს ვერ მოვიგებთ, ამით ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით. შესაბამისად, ამის თქმას აზრი არ აქვს ამ ინფორმაციის გადაცემას. შეგვიძლია განხილვა აქ უკვე კონკრეტული შედეგი, როდესაც გვაქვს, განხილვა თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. რუკაში თავიდანვე ჩანს ასცენდენტი დაზიანებულია, ვენერა ამ შემთხვევაში არის მერვე სახლის მმართველი, ხედავთ მერვე სახლის ასწორიდან იწყება, მერვე სახლში არის მარსი, რახუც მერვე სახლშია, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ კარმაზე. და მერვე სახლის მმართველი უკვადრატებს ასცენდენტს, ასცენდენტი დაზიანებულია. მზე დაზიანებულია იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე სახლის მმართველი არის შეერთებული და ყველაზე ქვედა ზონაში არის, ყველაზე სუსტია, ესე ვთქვათ, რეალიზაციის მხრივ ამ შემთხვევაში. და მზეც დაზიანებულია. თუ არა შეერთებაშია კარმულ კვანძთან, კეტუსთან, შესაბამისად იგივენაირად დაზიანებულია. ნიშნებს ახლა არ ვაქცევთ ყურადღებას, აქციდენტალურად ყველა მიმანიშნებელი, ესე ვთქვათ, მთავარი სასიცოცხლო, რაც არის ნათობები, რომლებიც ენერგიას გვაძლევენ, ასცენდენტი, რომელიც განაპირობებს, განსაზღვრავს, ესე ვთქვათ, ჩვენს მეს და ეგოს, სამივე მაჩვენებელი არის დაზიანებული. რაც შეეხება ურანს, ასცენდენტის მმართველს. ბოლო გრადუსებზეა ასცენდენტი, მაინც ასცენდენტის ნიშანი, რომელ გრადუსზეც არ უნდა იყოს, მაინც პირველია იერარქიაში. შესაბამისად, ურანი დგას მეორე სახლში და ოპოზიცია აქვს მარსისგან. მარსი არის მერვე სახლის როგორც მმართველი, ასევე ასე ვთქვათ, სახლის ობიექტი. შესაბამისად, ორმაგად მოქმედებს ძლიერად და ამ შემთხვევაში ასცენდენტის მმართველიც დაზიანებულია. დაზიანებულია ასცენდენტის მეორე მმართველის თუ სატურნი არის რეტროგრადული. მე აქ ვერ ვხედავ, რამდენად სატურნი არის რეტროგრადული. რეტროგრადულობას მე როგორც ვხედავ, აქ საერთოდ არცად არ ენახებს. კარგი. მე ესე მახსოვს, რომ რეტროგრადულია, მაგრამ ზუსტად არ ვიტყვი, ამიტომ შევეშვებით, თუმცა სატურნსაც ვხედავთ, რომ ლილითთან აქვს კვადრატი, მერვე სახლის ელემენტთან.
შესაბამისად სატურნის დაზიანებული. ერთადერთი რომელიც არ არის დაზიანებული არის ნეპტუნი, რომელიც ნეპტუნი არის ჩართული ნიშანი. შესაბამისად მისი გააქტიურება მოხდება უკვე დროთა განმავლობაში, არ აუცილებლად ესე ვთქვათ. თუმცა როგორც ერთ-ერთი მმართველი, ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის ასცენდენტი, ანუ იერარქიულად უფრო ქვევით არის. შესაბამისად სასიცოცხლო მაჩვენებლები რუკაში ისედაც სუსტია. დიფერენციის მიხედვით რუკა არის მეორე მესამე დიფერენცია, ანუ ეს არის შედარებით უფრო ადრეულ ასაკში გარდაცვალება, ანუ ეს თავიდანვე დევს რუკაში. შესაბამისად ჰილეგი არის სატურნი, გამოდის იქიდან გამომდინარე, რომ მზე დაზიანებულია, მთვარე დაზიანებულია, ასცენდენტი დაზიანებულია, ასცენდენტის მმართველი დაზიანებულია. შესაბამისად ჰილეგი ერთადერთი ვარიანტი არის სატურნი, სატურნსაც მე ლილიტი აზიანებს, თუმცა ზოგადად იმ მეთოდის მიხედვით, რომელთაც მე ვსარგებლობ, ჰილეგი ვერ იქნება სატურნი და ვერც ერთი სხვა პლანეტა გარდა მზის, მთვარის, ასცენდენტის, ფორტუნასი და ასე შემდეგ. შესაბამისად, იგივენაირად სატურნი ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ დაგვეხმარება, ვერანაირად. ამიტომ, იმას ვიძახი, რომ თავიდანვე ნატალურ რუკაში ჩანს სუსტი სასიცოცხლო ძალა. და დიფერენციაციაც ჩანს, რადგან რუკაში ფაქტიურად არ არის ჰილეგი. სატურნს არ ვთვლით, ჩემი მეთოდი რა იყო და იმ მეთოდის მიხედვით, რომელთაც მე ვმუშაობ. რომს ჩავთვალოთ, ისიც დაზიანებულია, ამიტომ ხო. შემდეგი. საფრთხის დონე. გადავიდეთ უკვე ვნახოთ საფრთხის დონე, რამდენად მაღალი არის, ეს ჩვენ ვნახეთ უბრალოდ დადებითი, სასიცოცხლო ძალა რამდენად მაღალია ან დაბალი არის. თვითონ საფრთხის რაც შეეხება, საფრთხე უმეტეს შემთხვევაში მოდის მერვე სახლიდან. როდესაც საქმე ეხება ტყვიას, დამწრობებს, აფეთქებას, ცეცხლისგან საფრთხეს, ამ ყველაფერს უფრო განმარტავს, ესე ვთქვათ, განმარტავს რა იყო და უფრო მეცხრე სახლი და იუპიტერისკენ არის. თუ მეცხრე სახლში არის იუპიტერი, ან მშვილდოს ნიშანი, დიდი ალბათობით ესეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში ან დამწრობა, ან ნებისმიერი საფრთხე ცეცხლით. რა თქმა უნდა, თუ არის მაჩვენებლები საფრთხისაც. თუ არ არის საფრთხის მაჩვენებელი და მეცხრესზე არის მშვილდოს ან იუპიტერი, მაინც არის ხოლმე ადამიანის ცხოვრების განმავლობაში დამწრობები, თუმცა არაფერი ისეთი გლობალური, ესე ვთქვათ. ეს არის ესე ვთქვათ დაკვირვება ასტროლოგიაში, რაც ფაქტია. არის სტატისტიკის ნაწილი, შესაბამისად ეს არ არის ისეთი რამე, რაზეც უნდა ვიდაოთ, ეს არის ფაქტი. ჩვენ შემთხვევაში რა ხდება? ჩვენ შემთხვევაში დრო, ჩვენ ვიცით, დედის გადმოცემით შესაძლოა იყოს ოდნავი გადაცდომა და ოდნავი გადაცდომის წუთების გადაცდომის შემთხვევაში იუპიტერი იქნება ჩართული მეცხრე სახლში. როგორც მე ვარაუდობ, წესით უნდა იყოს ჩართული მეცხრე სახლში. მით უმეტეს იუპიტერის როლი ამ შემთხვევაში მაღალია, იმიტომ რომ იუპიტერი დგას აი მეხუთე სახლში და კარმულ კვანძებთან არის ოპოზიციაში, კვადრატში. შესაბამისად, აქ ერთი ტაუ კვადრატი, მეორე ტაუ კვადრატი იქმნება. თვითონ საფრთხეს რაც შეეხება მმართველი, აქ ვიცით რომ არის მარსი, არის ვენერა. მარსის ასპექტები ორჯერ განიხილება, ორმაგდება. შესაბამისად, ურანთან ოპოზიცია, ორი საფრთხე, ორი ასპექტი. პირველ სახლთან, მერვე სახლიდან უკვე გვაქვს. დამატებული ვენერას ასპექტი ასცენდენტთან, კვადრატი, შესაბამისად, სამი საფრთხე უბედური შემთხვევის უკვე სახეზეა. ზოგადად რუკაში ანალიზის შედეგად ნახავთ, რომ უფრო მეტია გაცილებით საფრთხე, მაგრამ სამი არის მინიმალური, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ საფრთხე იყოს რეალიზებული, სამი ასპექტის წესი. შესაბამისად, საფრთხე რუკაში არის. იუპიტერის როლიც ვნახეთ. პროგრესია. პროგრესიას რა თქმა უნდა ხა რუკას არ გამოვიტან. უბრალოდ ჩამოვწერე ის, რაც ვნახე ამ დროის მიხედვით, აი ამ პერიოდში, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა. თითქმის იგივე პერიოდი, დიდი სხვაობა არ არის, შესაბამისად ასპექტები ერთი და იგივეა. უბედური შემთხვევის და გარდაცვალების მიმანიშნებელი რა იყო პროგრესიაში. მერვეს კუსპიდი შეუერთდა რახუს, აი ეს მერვეს კუსპიდი, ამ ასაკში შეუერთდა რახუს. შესაბამისად, ოპოზიციაში იყო მთვარესთან. ეს არის რისკი. მთვარე მეხუთე სახლი, მთვარე არის მეექვსე სახლის მმართველიც და დგას მეორე სახლში. მეორე სახლი პატარა ბავშვის რუკებში, როდესაც ბავშვი პატარა არის, მეორე სახლი იგივეა, რაც პირველი სახლი. საფრთხე მემუქრება მაინც. პირველი სახლია დაზიანებული, თუ მეორე, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მეორე სახლი არის ჩემი უნარები და ჩემი რაც მაქვს, ესე ვთქვათ, ფინანსები თუნდაც ამ შემთხვევაში ბავშვს ვერ ექნება ფინანსები, ეს ზრდასრული როდესაც არის ადამიანი, უკვე რა თქმა უნდა მეორე სახლი არის უკვე რეალიზდება სრულად.
და პატარა ასაკში უკვე ვერანაირ ფინანსებზე ჩვენ საუბარი ვერ გვექნება, ეს იქნება იგივე ფიზიკური დაზიანების რისკი. ხო. შესაბამისად, ასპექტი კარმულია პროგრესიაში. იგივენაირად, რადგან კუსპიდი მერვეს კუსპიდი შეუერთდა რახუს და კეტუს ავტომატურად კვადრატშია იუპიტერთან. და დამატებით კიდევ არის მესამე კუსპიდი, რომელიც შეუერთდა ვენერას. ანუ მესამე კუსპიდი შეუერთდა ვენერას ავტომატურად კვადრატშია ასცენდენტთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან ისეთი დაზიანება. საფრთხე, ანუ ჩანს საფრთხე მეხუთე სახლიდან, ჩანს საფრთხე მერვე სახლიდან უბედური შემთხვევა, ჩანს საფრთხე მესამე სახლიდან. მესამე სახლი ამ შემთხვევაში მერვეს იდენტურია, რადგან ვენერა არის, მაგრამ მესამე სახლი არის უფრო საფრთხე ახლობლებისგან. ეს შეიძლება იყოს დაძმა, შეიძლება იყოს უბრალოდ ახლობელი ადამიანები, ესე ვთქვათ. და რეალურად ესეც იყო. ხო. სულ არის 4 ასპექტი საფრთხის, 4 ასპექტი საფრთხის ახლობლისგან, ნაცნობისგან, აი რაც ვთქვი, მესამე სახლი, ხა ეს ასპექტები დათვლილია, რადგან აქ არ დავიწყებთ, შეუძლებელია ერთი დახედვით, ყველა ასპექტი დაინახო, ამას სჭირდება ანალიზი, სჭირდება დრო. ამიტომ აქ უკვე გამზადებული მონაცემები მაქვს, თქვენ რუკა ჩანს და შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველაფერი, მოძებნოთ. 4 ასპექტი საფრთხის, 4 ასპექტი საფრთხის ახლობლისგან, ნაცნობისგან, 2 ასპექტი საფრთხე რისკისგან, ბავშვისგან. რა თქმა უნდა, საფრთხე ზოგადად იკრიბება, უბრალოდ ეს არის კონკრეტულად რა მიმართულებით ჩანს საფრთხე. ამ შემთხვევაში 3 ასპექტი სჭირდება ის, რომ მოვლენას მოხდეს, ჩვენ ვხედავთ, აქ არის 4 ასპექტი. შესაბამისად, რისკი იყო საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ რამე მოხდებოდა ამ პერიოდში. შემდეგ გადავიდეთ უკვე ტრანზიტზე. ხო, კიდევ ერთხელ მინდოდა მე თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო კარმული, ანუ იმის თქმა ეხლა რა თქმა უნდა მარტივია, რომ თუ გვეცოდინებოდა პროგნოზი, შეგვეძლო რამის შეცვლა, შეგვეძლო, ანუ შანსი იყო, რომ შეგვეცვალა, რა თქმა უნდა 100% ვერავინ ვერ იტყვის, რომ შედეგი როგორი იქნებოდა, მაგრამ მცდელობა შესაძლებელია, რომ ყოფილიყო, ანუ შესაძლებელია რამე შეგვეცვალა, მაგრამ ეს არის კარმული მოვლენა და კარმული მოვლენების შემთხვევაში ხშირად ამბობენ, რომ კარმული მოვლენები არის ის, რაც არ იცვლება, ანუ ეს მოხდება აუცილებლად. რადგან ეს არის კარმა, ეს არის შენი გაკვეთილი, ეს არის გაკვეთილი ბავშვისთვის, ეს არის გაკვეთილი მშობლისთვის, ეს არის კარმის კონკრეტული რეალიზაცია, რომელსაც ვერ გაექცევი. შეიძლება ამის გადადება პერიოდულად, თუ სწორად ესე ვთქვათ, განსაზღვრამ ამ ყველაფერს და მიიღებ, ანუ სწორ ნაბიჯებს გადადგამ, მაგრამ ის რომ საერთოდ გააუქმო, ეგეთი რამე არ ხდება. შემდეგი არის უბედური შემთხვევის დღის ტრანზიტი, როდესაც ესროლეს. და აქაც ჩანს, აქ არის ვიწრო ორბისით რუკა ტრანზიტული და აქ არის უკვე დიდი ორბისით, რომ ვნახოთ ესე ვთქვათ ფონით და ვნახოთ კონკრეტულად იმ დღის ასპექტები. ეს არის იმ დღის ასპექტები, ჩვენ ხედავთ სატურნე ასცენდენტზე, არის გამოსული, ეს არის მეცხრე სახლი. ანუ იუპიტერის გარდა მეცხრე სახლის ელემენტიც იგივენაირად იერარქიაში ცოტა ქვევით არის, მაგრამ მაინც მეცხრე სახლს მიანიშნებს, ანუ საფრთხე ცეცხლისგან. მეორე მხარეს იუპიტერი, ვენერა, ლილიტი და ვენერა არის, ორივე მერვე სახლის მმართველები არიან, ანუ ასცენდენტზე არის პირდაპირ დაზიანება მინიმუმ 2 მაჩვენებლით. და მეცხრე სახლი ერთით. არის კარმული ასპექტები, ჩვენ ხედავთ. კარმული ასპექტები არის ძალიან ბევრი. Ну, ძალიან ცოტა ისეთ ნათქვამია, მაგრამ ხო. ის რო კარმული ასპექტები არის, ნიშნავს იმას, რომ ეს იყო გაკვეთილი. რაღაც სახის და რაღაც ესე ვთქვათ, გამოცდა ჩაუტარდა ადამიანს. შემდეგი კარმული ესე ვთქვათ, ღერძის შემოbrunება არის, აქ ტრანზიტული რახუ უერთდება კეტუს. და მთვარესაც. ავტომატურად აქტიურდება საფრთხე მეხუთე სახლიდან, ანუ ბავშვიდან, რისკიდან. მეხუთე სახლი არის ასევე გართობა დასვენების სფერო, აქედანაც რისკი ერთი და იგივეა, რადგან თამაშის დროს ამ ადამიანს შემთხვევით გაუვარდა იარაღი, ამიტომ ლოგიკურია, რომ მეხუთე სახლი აქ აქტიური არის, იქიდან რომ ბავშვს გაუვარდა, იქიდან რომ თამაშობდნენ, ანუ ბევრი რისკი იარაღთან თამაში, ანუ მეხუთე სახლი ისედაც ძალიან აქტიურია და ლოგიკურია, რომ აქტიურია. ხო. შემდეგ რა არის აქ მონიშნული, კიდევ რომ მთვარე უახლოვდება ლილიტს, ისევ მერვე სახლის მაჩვენებელი და ისევ მეხუთე. რაც ლოგიკურია და ეს ყველაზე მთავარი, რაც ეს ტაუ კვადრატი აქტიურდება. ეს ტაუ კვადრატი უფრო აქტიურია იქიდან გამომდინარე, რომ მერვე სახლთან არის კავშირში.
და მეხუთესთან არის კავშირში, იუპიტერთან არის კავშირში, ანუ მთლიანად აი ამ რეალიზაციას საფრთხეს ცეცხლისგან და საფრთხეს რისკიდან ძალიან კარგად წარმოაჩენს. ყველა ტაუ კვადრატი არ არის ესეთი კატასტროფული, ეს არის კონკრეტული ტაუ კვადრატის, ესე ვთქვათ, მახასიათებელი. ამ კონკრეტული რუკის აქაც რომ ნახოთ, ტაუ კვადრატს აქვს გამოსასვლელი, აქვს ასპექტები კონკრეტული რეალიზაციის, ანუ ეს არ არის ისეთი ტაუ კვადრატი, ესე ვთქვათ, ფატალური. უბრალოდ პროგნოზი შეხვდა ისეთი პერიოდი, როდესაც მისი გავლენა ძალიან გართულდა, ესე ვთქვათ, დაემატა სხვა მაჩვენებლებიც. აქ მარსი არის, ხედავთ, შეერთებული. მარსი არის მერვე სახლის ელემენტი, შესაბამისად აქ ისედაც მარსი დგას და დაემატა, ისევ მარსი დაემატა კეტუ და შესაბამისად უფრო მეტად გართულდა, რაც უფრო კონფიგურაციაში, რაც უფრო მეტი პლანეტა მონაწილეობს, მით უფრო გლობალურია მოვლენა, მით უფრო ბევრ სფეროს ეხება და მით უფრო ინტენსიურად რეალიზდება. შემდეგ ჩვენ ხედავთ აქ დიდი ასპექტით, ესე ვთქვათ, უფრო ფართო ორბისით. რუკა, რომელიც ჩანს და აქ ხედავთ დიდ კვადრატს კონფიგურაციას, დიდი კვადრატი არის რთული კონფიგურაცია, რთული დასამუშავებელი, ზოგადად ძალიან ისეთი ამ შემთხვევაში სტრესი, წარუმატებლობა, ანუ ყველაფერი ისეთი ნეგატიური, იმიტომ რომ კარმული არის, პლუს პლუტონი ჩართული არის როგორც მე-9 სახლი, როგორც სტრესი მე-11 სახლი, კოლექტივი, როგორც მე-3 სახლი, თუ არა მე-2 სახლი, ისევ, ანუ ისევ საკუთარ თავზე პირველი სახლის იდენტურია. მოკლედ ძალიან ისეთი გლობალური არის ასეთ შემთხვევაში, აი აქ ჩანს, რომ სატურნი რეტროგრადულია რეალურად, ანუ შესაბამისად პირველი სახლის მმართველი თანამმართველი არის სატურნი და იგივენაირად მე-9 სახლის ელემენტიც არის. პლუტონი აქ სტაციონარული ჩანს. სტაციონარულის ამას უკვე ეს ამ რუკას არ ეხება, მაგრამ ზოგადად უფრო ძლიერები არიან სტაციონარული პლანეტები. აქ ნატალურში რეტროგრადია და დიდი კვადრატი, აქ დიდ კვადრატში ჩართულია ზუსტად ეს სტაციონარული პლუტონი, რომელსაც ზოგადად სტაციონარულ პლანეტებს აქვთ დიდი ენერგია დაგროვილი, უბრალოდ პასიური არიან თვითგამოხატვაში, ანუ ასეთ პლანეტას სანამ ასპექტი არ ექნება, თვითგამოხატვა გაუჭირდება. მაგრამ თუ სტაციონარულია და ასპექტი აქვს, ამ შემთხვევაში ორმაგდება, ესე ვთქვათ, ეს ენერგია, დაგროვილი ენერგია, უფრო ინტენსიურად მუშაობს ესეთი პლანეტა. ამ შემთხვევაში დიდი კვადრატია, ჩვენ ხედავთ, ანუ საფრთხე იქნება გაორმაგებული ისევ. შემდეგი არის უკვე გარდაცვალების ტრანზიტი, იმ დღის გარდაცვალების. ამ შემთხვევაში აი აქ ჩანს ფიზიკური დაზიანების რისკი. მაგრამ ისე თუ ასე როგორც ვთქვათ, არ არის იმდენად ზუსტი ასპექტები და იმდენი მაჩვენებელი, რომ ვთქვათ, რომ გარდაცვალება ამ დღეს არ მომხდარა, ესე ვთქვათ, საფრთხე არის. ზუსტი ასპექტები არის მზე უერთდება მარსს. აი აქ ტრანზიტული მზე მარსთან არის შეერთებაში. ეს მზე არის მე-7 სახლის მმართველი, მე-6 სახლის მმართველი. მარსი ჩვენ შემთხვევაში არის მე-9, მე-8, ეს არის საფრთხე ყოველდღიურობიდან, საფრთხე პარტნიორიდან, საფრთხე ცეცხლისგან და მთვარე ლილიტის შეერთება. ამ შემთხვევაში აქ საუბარია სავარაუდოდ ამაზე. ამ შეერთებაზე, რომელიც აი ეს ორი ასპექტი იყო ზუსტი ამ დღის განმავლობაში, ეს რაც მონიშნული მაქვს შედარებით უფრო ფართო ასპექტი ორბისებით არის. ეს ორი ასპექტი იყო ამ დღეს აქტიური, ეს ორი ასპექტი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ამ დღეს მომხდარიყო კონკრეტული ესეთი ფატალური მოვლენა, ანუ მოხდა მოვლენა, მაგრამ გარდაცვალება არ მოყოლია. აი საფრთხე სახლში არის 2 მაჩვენებელი, საფრთხე ყოველდღიურობაში არის 4 მაჩვენებელი. ფონური ასპექტები, მზე შეერთება მზის ოპოზიცია ურანთან. აი აქ ურანი ისევ ასცენდენტის მმართველია, მზე ამ შემთხვევაში გამოდის მე-8 ელემენტი. ისე მე-7 სახლის მმართველი არის, მე-6 სახლის, ანუ ისევ იგივე ფორმულები გამოდის და რა თქმა უნდა კარმული კვანძების ოპოზიცია დაბრუნება აქ ცოტა არასწორად წერია. რახუთა კეტუ ორივე რახუ წერია. შემდეგი არის გარდაცვალების ტრანზიტი. გარდაცვალების ტრანზიტზე აქაც მე მაქვს ესე მინიშნებები, რაც არ ჩანს მიხატული, ესე ვთქვათ. აქ ჩანს უფრო სამედიცინო პრობლემები. სატურნი ისევ იქ არის. მზე მარსის შეერთება ვენერასთან, ანუ ვენერა მე-8 სახლის მმართველი ოპოზიციაში, ამ მზესთან აქ მზე ორმაგად დაზიანებული, რადგან მარსი იგივენაირად მე-8 სახლის თანამმართველი არის და მზე არის ძალიან დაზიანებული. მზე არის მე-7 სახლის მმართველი, მზე არის მე-6 სახლის მმართველი.
მე-6 სახლის მმართველის გამო მონაწილეობს სამედიცინო ფორმულებშიც და შესაბამისად ჩვენ ხედავთ აქ არის პრობლემები, ღვიძლის პრობლემა, სასუნთქის სისტემის პრობლემა, 5 ასპექტი არის სამედიცინო პრობლემები არის ძალიან ბევრი. თუმცა არის დადებითი ასპექტებიც. ჩვენ აქ ხედავთ ლილიტი არის ოპოზიციაში, დრო მიახლოებით ვიცით, მაგრამ ნეპტუნთან მაინც არის მინიმუმ ნეპტუნთან ოპოზიციაში მაინც არის, თუმცა არის თან არა, ის პირდაპირ საფრთხე. მე-8 სახლიდან 8-1 აქ მარსიდან გამომდინარე ისევ ეს არის 27 გრადუსზე 28 გრადუსზე ასცენდენტის 27-28 გრადუსზე, ანუ პირდაპირ ასცენდენტის დაზიანება არის ორი მაჩვენებლით, აქ ერთი იყო უკვე ეს სამი მაჩვენებელი არის. ვენერაც რომ მივათვალოთ, რომელიც აი აქ დგას და მარსმა გააქტიურა ოპოზიციით, ისევ ასცენდენტზე დამატებითი მე-4 ასპექტი, ანუ აქ 8-1 ფორმულა ფიზიკური დაზიანების არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, ლოგიკური იყო ამ დღეს გარდაცვალების დიდი, ესე ვთქვათ, შანსი აი ამ პერიოდში. ეს არ ვიცი მე რამდენად 1 გრადუსიანია წესით, რომ თუ უნდა იყოს 14 გადავამოწმოთ 16 და 16 კი ვიწრო ორბისით არის აღებული რუკა, შესაბამისად ეს იქნება ამ დღის ასპექტები. ანუ ვხედავთ ფიზიკური დაზიანება რა დონეზე არის, თუმცა არის დადებითი ასპექტებიც, არის აი მზე მერკურის აქვს ასცენდენტთან დადებითი ასპექტი, აქ პლუტონთან არის დადებითი ასპექტი, ანუ რაღაც დადებითიც არის, ეს შეიძლება ინტერპრეტაცია როგორც წარმატება, როგორც ჩანს აქ წარმატება იზოლაციაში, წარმატება კოლექტივში, ჩვენ გაგვიჭირდება ახლა კონკრეტულად ინტერპრეტაცია რა შეიძლება ყოფილიყო წარმატება ამ შემთხვევაში ამ მოვლენის დროს, მაგრამ ეს უფრო კარმული მიმართულებით, ესე ვთქვათ, უფრო გამოჩნდებოდა. თვითონ სულისთვის იქნებოდა წარმატება, ეს ვთქვათ, იზოლაციაში ალბათ რომ მორჩა ეს ყველაფერი, რაღაცა ესეთი ამ ხრივ ინტერპრეტაციით. ბოდიში ლუკას ვერაფერს ვერ უხერხებ, გადის გამოდის. მგონი სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა, მინდოდა აი აქ ნატალურ რუკაში კარმულ გავლენაზე ბოლოს მესაუბრა. ჩვენ ხედავთ კარმულ კვანძებს, ყველაზე ცოტა ეს არის მინიმუმი, რაც შეგვიძლია კარმული მიმართულებით ვთქვათ. მაჩვენებლები კარმულ კვანძებთან აქ რა ხო არის მე-8 სახლში, რომელიც ადამიანს ესე ვთქვათ, ეუბნება მინიშნებას აძლევს, რომ ინტენსიური ცხოვრების, ესე ვთქვათ, მოვლენების გადალახვით ვითარდება ეს ადამიანი, ანუ მისი კარმა არის ესეთი რთული პერიოდების სიტუაციების დაძლევა. და პარალელურად რა ხო არის სასწორში, რომელიც კონფლიქტს გამორიცხავს და ინტენსიურობას, ანუ რა ხო ითხოვს სასწორის ნიშნიდან გამომდინარე, ესე ვთქვათ, სიმშვიდეს, მაქსიმალურ ჰარმონიას, დიპლომატიას, ყველაფერს ბალანსირებულს, ნიშნის მიხედვით და სახლის მიხედვით ითხოვს ინტენსიური სიტუაციების გადალახვას, ანუ ექსტრემალურ პირობებში ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს ცხოვრება. და ამდენად ურთიერთგამომრიცხავი კარმა არის ცალკე, ჯერ როგორც ესე ცალკე აღებული კარმა. პლუს კეტუ დგას მთვარესთან შეერთებაში, მთვარი არის ადამიანის სურვილები, ადამიანის ადაპტაცია და მთვარი დგას ვერძში, ანუ ეს ადამიანი საკმაოდ ისეთი ფიცხი არის. და როდესაც პლანეტის შეერთება არის კეტუსთან, ანუ კეტუს უფრო მეტი უპირატესობა აქვს ამ შემთხვევაში, ვიდრე რახუს. უპირატესობა კი არა, როგორც უფრო მეტი ძალა აქვს. ანუ ეს ადამიანი უფრო გადახრილი იქნებოდა კეტუსკენ, ანუ კეტუს წინა ცხოვრების კარმას უფრო გააგრძელებდა, იქიდან გამომდინარე, რომ მთვარი აყავს შეერთებაში კეტუსთან და შესაბამისად მისი, ესე ვთქვათ, სურვილები, მოთხოვნილებები იქნება ვერძისეული, მე-2 სახლისეული და არა მე-8 სახლის და სასწორის თემა. ანუ ხასიათში ამ ადამიანს აი მთვარის, როგორც აქ ვერძისეული ესეთი ფეთქებადი ხასიათი, უფრო ეგოისტური, ესე ვთქვათ, მახასიათებლები, უფრო საკუთარ თავზე, საკუთარ განვითარებაზე ფოკუსირებული. და აი ესეთი ხასიათით კარმის მით უმეტეს რომელიც ესეთი ისედაც ურთიერთგამომრიცხავი კარმა არის უფრო მეტად ართულებს, ანუ კარმის მიღწევა, კარმის განხორციელება, ესე ვთქვათ, ამ ცხოვრებაში არის ლამის შეუძლებელი, ძალიან რთული, პლუს ოპოზიცია არის იუპიტერთან. იუპიტერი მე-10 სახლის მმართველიც არის მე-9 სახლთან ერთად. შესაბამისად, აქ არის ძალიან, ესე ვთქვათ, დიდი პრობლემა კარმული მისიიდან გამომდინარე რეალიზაციის ამ მისიის, იმიტომ რომ ძალიან ურთიერთგამომრიცხავი არის და ადამიანი პლუს იხრება უკვე წინა კარმისკენ და შესაბამისად უფრო ნაკლებად აქვს შანსი, რომ ახლანდელი კარმა დაამუშავოს. პლუს ოპოზიცია იუპიტერთან, რომელიც მთელი, ესე ვთქვათ, საზოგადოების წინააღმდეგ იქნები, რომელიც არც იქეთ გიშვებს და არც იქეთ. ცალკე პრობლემა მესამე სახის.
მესამე პირებიდან გამომდინარე რაღაც ისეთი მიამბუხო. და პლუს ლილიტი მეექვსე სახლში. ლილიტი მეექვსე სახლში ისედაც აპროვოცირებს რაღაც ისეთი ინტენსიურობას, რაღაც უფრო როგორც თქვა, ყოველდღიურობაში უფრო მეტი ინტენსივობა იქნებოდა ამ შემთხვევაში ამ ადამიანის ცხოვრებაში, რაც ასევე იგივენაირად პრობლემურია ესეთი რუკიდან გამომდინარე. ანუ ისედაც ყოველდღიურობაში ექსტრემი და სირთულეები, როდესაც მთვარე ისედაც მასშია, ვერცხლში არის და პლუს კეტუსთან შეერთებაში, ანუ თვითონ კარმული თვალსაზრისით რუკა ისედაც არის საკმაოდ ისეთი დაძაბული. პლუს ჩავთვალეთ მერკური მზის ვიწრო ორბისით შეერთება, რომელიც სუბიექტურობას გაძლევს. ანუ ეს ადამიანი ისედაც არავის არ უსმენს. ამ ადამიანისთვის არის თავისი სუბიექტური აზრი, ყველაზე მაღლა. შესაბამისად, ანუ თვითონ რუკა კარმული თვალსაზრისით არის საკმაოდ რთული. ამ ადამიანის განვითარება მომავალშიც იქნებოდა საკმაოდ რთული, კონფლიქტური, რაღაც ისეთი შინაგანი იმით. პლუს მარსი ურანის ოპოზიცია, მარსი პლუტონის ოპოზიცია, ძალაუფლების მოყვარული ადამიანი. ხო, მარსი იუპიტერი აქ არ გვაქვს. ხო. დიდად კონფლიქტურს ვერ ვიტყვით, მაგრამ მარსი და პლუტონი არის ასცენდენტზევით, შესაბამისად ეს ადამიანი უფრო მეტად ესე ძალაუფლების მოყვარულია, დომინანტია. შესაბამისად მთვარე ვერძითაც კონფლიქტურიც იქნება ისედაც მარსი პლუტონის კვადრატიდან გამომდინარე, ანუ ადამიანი თვითონ არის რთული. შესაბამისად რთული სათქმელია, რამდენად მომავალში რა მოხდებოდა, რა თქმა უნდა, კარგი მოხდებოდა ცუდი, მაგრამ ანუ გაუჭირდებოდა ამ ადამიანს ჩანს ისედაც, რომ წინა კარმა მოსდევს ამ ცხოვრებაში. შესაბამისად ამ ცხოვრებაში კარმის დამუშავებაც, წინა ცხოვრების კარმიდან განთავისუფლებაც ეს ყველაფერი იქნებოდა მისთვის ძალიან რთული. შესაბამისად, მით უმეტეს ესეთი რუკის შემთხვევაში, როდესაც სასიცოცხლო ენერგია ისედაც დაბალი აქვს და ანუ ცხოვრების ვადაც არ არის, ესე ვთქვათ, ვრცელი დრო არ აქვს, ბევრი რამე დაამუშავოს. ამიტომ ხო, ცოტა ესეთი რთული რუკა არის. კითხვაზე რატომ მოხდა, ნაკლებად ვინმე გასცემს პასუხს. იმიტომ რომ ბოლომდე არავინ არ იცის და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდი. ერთადერთი რაც ვიცი მე გამომდინარე ასტროლოგიური, ესე ვთქვათ, კვლევებიდან, რომ არსებობს რუკების დიფერენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი ადამიანის პლუს მინუს სასიცოცხლო მაჩვენებლები არის წინასწარ განსაზღვრული დაბადებიდანვე. ამის შეცვლა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ არ არსებობს კვლევა, რომ მაგალითად ადამიანმა თქვას, რომ აი მქონდა შემოკლებული მაცხოვრებლები და რამე მიშველა სიტყვაზე, რომ ან ემიგრაცია, როგორც ხშირ შემთხვევაში შველის ხოლმე, აი ერთადერთი ყველაზე მარტივი გამოსავალი არის ემიგრაცია და არ არის კვლევა იმაზეც, რამდენად აი ამ ყველაფერს შველის ემიგრაცია. შესაბამისად, ცოტა რთული სათქმელია, რატომ მოხდა ეს ყველაფერი ჩანს რუკაში, რომ ყველაფერი იყო კარმული, კარმა ამ შემთხვევაში რა კარმული კვანძებიც დიდ როლს თამაშობს. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემი აზრით იყო ისედაც იდო ამ რუკაში, იყო თავიდანვე განსაზღვრული და მე არ მჯერა რომ შეიძლებოდა რაიმეს გლობალურად შეცვლა ამ შემთხვევაში. ეს არის მონაცემები, როდესაც ადამიანი რაღაცნაირად უნდა შეეგუოს და აიღოს სიტუაციიდან მაქსიმუმი. და ასევე შეგახსენებთ, რომ ზოგადად კარმულ ასტროლოგიაში ესე ითვლება, რომ ადამიანი იბადება იმ ოჯახში, რომლებთანაც კარმა არის დაახლოებით ერთი და იგივე ოჯახის წევრებისთვის. ანუ ოჯახს როგორი კარმაც აქვს, ოჯახის წევრებს ბავშვი იბადება იგივენაირი კარმით, ანუ ის სული ირჩევს იგივენაირ გარემოს, რომ უკეთესი იყოს მისთვის იქ რეალიზაცია, უფრო მეტი შანსი რომ ქონდეს, ესე ვთქვათ, რეალიზაციის საკუთარი კარმის დამუშავების. და ნებისმიერი მოვლენა, ანუ ტყუილად არ ხდება არაფერი, რაც ხდება და ყველაფერი რაც ხდება, ხშირ შემთხვევაში არის ადამიანისთვის უკეთესობისკენ. ამის დაჯერება რა თქმა უნდა რთულია, მით უმეტეს როდესაც ბავშვს ეხება საქმე, მაგრამ ესე ითვლება. რომ ანუ ესე ვიმშვიდებ ჩვენ თავს, შეგვიძლია ესეც ჩავთვალოთ, ვისაც არ ჯერა მსგავსი რაღაცეების, რომ რეალურად სულისთვის, კონკრეტულად არა ბავშვისთვის, არამედ არა შვილისთვის, როდესაც შენ დედა ხარ და ანუ იმ სულისთვის, კონკრეტულად ამ ბავშვის სულისთვის, ეს იყო ალბათ, ესე ვთქვათ, კარგი. ნებისმიერი ესეთი განსაცდელი სირთულეები და მით უმეტეს ადრეულ ასაკში ხშირ შემთხვევაში, როდესაც ასეთი კარმულად რთული რუკა არის, ჩვენ არ ვიცით რა იქნებოდა მომავალში ამ ბავშვის ცხოვრებაში, მაგრამ ესე ითვლება, რომ რაც ხდება, ყველაფერი სულისთვის არის კარგი. მით უმეტეს კარმული მოვლენები, რომელზეც ჩვენ არ გვაქვს, ესე ვთქვათ, უფლება, ანუ ჩვენ ვერ ვზემოქმედებთ მასზე. ეს არის კარმული მოვლენები, ეს არის გაწერილი მოვლენები, რაც უნდა მოხდეს. ანუ ამის კორექცია ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია დავამუშავოთ. როდესაც დავამუშავებთ კარმას, შემდეგ უკვე მეტნაკლებად გვეძლება თავისუფლება. თავისუფლებაც კიდევ ცალკე თემაა, რამდენად ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ესეც რა თქმა უნდა რუკაში ჩანს.
რამდენად შენ შეგიძლია იცხოვრო ისე როგორც გინდა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი როგორც ეს რუკა არის კარმა ზღუდავს ადამიანს იმდენად, რომ ამ ადამიანს არ აქვს თავისუფალი არჩევანი. ამ ადამიანს ეს ადამიანი ვერ გაიგებს ინფორმაციას, როცა საჭიროა, რომ ესე ვთქვათ, რეაგირება მოახდინოს თავის დროზე. ეს ადამიანი არ დაიჯერებს, რასაც ეტყვიან, ან არ ვერ გადადგამს ნაბიჯებს, ზღუდავს კარმა მაქსიმალურად ისე, რომ ჩააჯინოს ესე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ სტანდარტებში. და გასაგანს არ აძლევს. არის ესეთი რუკების და ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაიმის გაკეთება ჩვენი მხრივ ცოტა ისეთი არის. წარმოუდგენელი, თეორიულად შესაძლებელი, პრაქტიკულად ძალიან რთულად რეალიზებადი. ხო, სულ ეს იყო ისე თქმაც